თავი მეშვიდე. უთხრა უფალმა ნოეს. შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალკაცად გცანი ჩემს წინაში ამ თაობაში. ყოველი წმინდა პირუტყვისგან 7 წაიყვანე, მამალი და დედალი. უწმინდური პირუტყვისგან 2, მამალი და დედალი. ცის ფრინველისგანაც 7, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე. რადგან 7 დღის შემდეგ 40 დღესა და 40 ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარხოცავ მიწისპირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა. 600 წლისა იყო ნოე, როცა წარღვნა მოხდა ქვეყნად. შევიდნენ ნოე და მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები კიდობანში, რომ განრიდებოდნენ წარღვნას. წმინდა პირუტყვი და უწმინდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი წყვილ-წყვილად შევიდნენ კიდობანში. დედალ მამალი, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები ნოესთვის. 7 დღის შემდეგ მოვიდა წარღვნა ქვეყნად. ნოეს ცხოვრების მე-600 წელს, მეორე თვეს, თვის მე-17 დღეს, ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ სათა სარკმელები. აწვიმდა ქვეყანას 40 დღე და 40 ღამე. სწორედ ამ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი, ნოეს შვილები და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი შვილების 3 ცოლი. ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი, შევიდა ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა. მოვიდა დედალმამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის და დაუგმანა მათ კარი უფალმა. 40 დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადიდდა წყალი და ასწია კიდობანი. მოექცა იგი მიწის ზემოთ. გაძლიერდა წყალი და მეტისმეტად ადიდდა ქვეყნად და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე. მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში. 15 წრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ და დაიფარა მთები. მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძროდა ამ ქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, ხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი და ყოველი ადამიანი. ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა. აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწისპირზე იყო. ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი. მატულობდა წყალი დედამიწაზე 150 დღე.